რუბრიკას ექთნების პროფესიაზე და ამ სეგმენტში პროფესიულ უნარებზე საუბრით. განვაგრძობთ, როგორია სტანდარტი და არსებობს თუ არა ეს სტანდარტი ამ პროფესიაში და რა ტენდენციებია შრომის ბაზარზე. რამდენად დიდია მოთხოვნა პროფესიაზე და როგორია პროფესიული სასწავლებლების როლი. ჩვენი სტუმარია საქართველოს ექთანთა გაერთიანების პრეზიდენტი ია გელენიძე. ია, მოგესალმებით და დიდი მადლობა. მობრძანებისთვის პირველ რიგში საინტერესო თემაა და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მიმოხილვა უნდა გამოვიდეთ. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ია, შრომის ბაზრით დავიწყოთ. მუდმივად ისმის იმაზე საუბარი, რომ თითქმის ყველა მიმართულებას აქვს კადრების და მით უმეტეს კვალიფიციური კადრების დეფიციტი. რა ხდება ექთნების ბაზარზე? დიდი მადლობა კითხვისთვის. ნამდვილად აქტუალური საკითხია და აქტუალური თემაა და განსაკუთრებით ამ ბოლო წლების პერიოდში, როდესაც უკვე კოვიდმა და ამ პანდემიამ ძალიან ნათლად დაგვანახა ჯანდაცვის სისტემაში ადამიანური კაპიტალის როლი და მნიშვნელობა და ასევე მკაცრად და ასე რომ ვთქვათ, სწორხაზოვნად გაესვა ხაზი კადრების მაღალ კვალიფიცირების საჭიროებასაც, რაშიც ძალიან უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ საექნო პროფესიის მიმართულებით მე გახლა ვარ დარგის ექსპერტი ამ მიმართულებით, ასევე წარმოვადგენ საერთაშორისო დონეზე ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით და ძალიან დიდი გამოწვევები იყო ეს მთლიანად მსოფლიოსთვის, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ადამიანური კაპიტალის ზოგადად რაოდენობას და ამ მიმართულებით სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში, გახლავთ ეხლა რა ხდება, ჩვენ მთლიანად საქართველოში ყავს 22,000 ექთანი ამ ეტაპზე, რაც სტატისტიკური მონაცემით, რაც გვაქვს ეს მონაცემები და ეს გახლავთ, როგორ გიხართ, მესამედი იმ რაოდენობისა, რაც გვჭირდება. დეფიციტი გვაქვს საექნო საქმიანობის. და ეს რაც გვყავს, რამდენად კვალიფიციურები არიან? კვალიფიციურობა საექნო საქმიანობაში და ზოგადად პროფესიაში სტანამდე ამაზე გავუსმევდით ხას მინდა რომ ერთით თქვენის ნებართვით რომ მსმენელებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო გასაგები იყოს საექნო პროფესია მსოფლიოში გახლავთ დამოუკიდებელი პროფესია. და ასევე რეგულირდება საკანონმდებლო დონეზე, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ. თუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ კვალიფიციურობაზე, პირველ რიგში აუცილებლად უნდა საუბრობდეთ და ძალიან აქტუალურ ნაბიჯებს უნდა გადავდგავდეთ რეგულირების მიმართულებით, ხომ? საექნო პროფესიის განვითარების მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა გახლავთ 5-ში, სადაც საექნო პროფესია არ რეგულირდება სამთავრობო დონეზე. ანუ რა მოხდეს ამის მაშინ ეს თემა მოვდგეს ამ ეტაპზე, კი, არ გვაქვს საექნო პროფესია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული. რეგულირება განსაზღვრავს რას? დეფინიციებს, ანუ პროფესიის, შემდგომ განსაზღვრავს პროფესიონალთა ფუნქციებს, ანუ დეფინიციას ვინ გახლავთ ეს პროფესიონალები და შემდეგ უკვე კანონქვემდებარე აქტებით და ანუ შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე რეგულირდება და კონტროლდება სისტემა საექნო საქმიანობაში, ხომ ასე? ანუ შესაბამისია კომუნიკაცია, ან რაიმე ნაბიჯების გადადგმა, რომ მოხდეს რეგულირება ამ პროფესიას. არჩეულებელი კითხვა, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით უკვე 2019 წელს განისაზღვრა ძალიან მკაცრად, რომ საექნო პროფესიის განვითარება მსოფლიო პოლიტიკური ინტერესია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა გახლავთ ასე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და თავისთავად იღებს ვალდებულებას, რომ მიყვეს ამ ახალ გამოწვევებს და ის მიგნებები, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციით არის განსაზღვრული და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, მათ შორის აუცილებლად უნდა გაიზიაროს ყველა წევრმა ქვეყანამ. შესაბამისად, ასევე უნდა აღინიშნოს ასოცირების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულება პროფესიული განათლების და განვითარების მიმართულებით. აქაც ჩვენმა ქვეყანამ ვალდებულება იგისა, რომ განავითაროს პროფესიული განვითარება, პროფესიები და მათ შორის ჩვენი პროფესიაც საექნო საქმის მიმართულებით და 2019 წელს შემუშავდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა ეს გახლავთ 2019-2025 წლის პროფესიის საექნო პროფესიის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია უკვე და ინიცირებულია კანონი საექნო საქმიანობის შესახებ. ეს არის არაჩვეულებრივი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რაც არის მთავარი შეფერხება დღეს ამ ეტაპისთვის, კანონი ჯერ კვლავ არ არის დამტკიცებული და რა თქმა უნდა ველოდებით ძალიან კარგ ინფორმაციას ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ მარტი ანუ აპრილის თვეებისთვის ეს საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება. ანუ უპასუხებს თუ არა იმ გამოწვევებს, რაც თქვენ აღნიშნეთ და დაარეგულირებს თუ არა ამ პროფესიას. აი ნახეთ როგორი მიმდინარეობა. ამ ეტაპზე კიდევ ახალი კვლავ გადადგმული ნაბიჯები, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ იქნა განხორციელებული, ეს გახლავთ პროფესიულ განათლებაში უკვე სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაბორაცია დარგთან. პროფესიული უნარების სააგენტო პროფესიული უნარების სააგენტოს ინიცირებით და ამ განვითარების ანუ სტრატეგიის ფარგლებში
განხორციელდა დარგის გაერთიანება და დარგმა აქტიურად და ძალიან მჭიდროდ დაიწყო თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომ განვითარდეს დარგობრივი მიმართულებები ბიზნესთან. თავარი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ პარალელურად განვავითაროთ ბიზნეს სექტორი. ბიზნესის ეფექტურობა და შემდგომში ეკონომიკური სტაბილურობა და მდგრადობა მთლიანად ეფუძნება მაღალი კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის უზრუნველყოფას ქვეყანაში. შესაბამისად, რა როლს შეასრულებს ახლა ეს პროფესიული განათლების ჩართულობა? სამკუთხედი გამოდის, ხო? დარგი, პროფესიული განათლების სააგენტო და ბიზნესი. რა ეს თანამშრომლობა რა შედეგს მოგცემს საბოლოო ჯამში, გათვლა რაზე გაქვთ? დიდი მადლობა. დარგობრივი სექტორების ჩართულობით და დარგის სპეციალისტების ჩართულობის ფორმატში ჩვენი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ მოვახდინოთ კოლაბორაცია როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მარეგულირებლებთან და ძალიან დიდი შესაძლებლობაა დღეს თქვენი ეთერით მე მივმართო ასევე მარეგულირებელ სისტემას მივმართო ბიზნეს სექტორს, ჩვენს კოლეგებს და უშუალოდ ყველა სოფლიოს, ანუ საქართველოს ექთნებს, რომ მათი ინიციატივა და პასუხისმგებლობა უმთავრესია. ეს არ არის მხოლოდ მარეგულირებლის როლი ან პასუხისმგებლობა, ან მხოლოდ ბიზნეს სექტორის როლი და მისი პასუხისმგებლობა, ან დარგი სადღაც განყენებულად ცალკე დგას, ხო? ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და არის ზუსტად ის დრო და კოვიდმაც პანდემიამ გვაჩვენა, რომ არ ვიყავით მომზადებული ამ მიმართულებით. რა უნდა გაკეთდეს? რა არის თავარი სტრატეგია, რაც უნდა გაკეთდეს? პროფესიული განათლება უმნიშვნელოვანესია და უზრუნველყოფს ბაზარზე ადამიანური კაპიტალის საჭიროებების მიხედვით რაციონალურ გადანაწილებას, ეფექტურად. რაც თავარი კომპონენტია გახლავთ გარემოში, რეალურ გარემოში სწავლების კომპონენტი პრაქტიკული. გასაგებია. ანუ ისწავლოს და თან პრაქტიკაში მიიღოს გააღრმავოს ეს. აი აქ ბიზნესის როლი შემოდის უკვე, ხო? სექტორის დამსაქმებლის როლი შემოდის. მათი როლი და პასუხისმგებლობა განსაზღვრულია, ვიყო მოტივირებული და ავიღო ჩემს თავზე, ანუ გარემოს განვითარება, ეს არის უსაფრთხო გარემო და მაღალი სტანდარტების სამუშაო სივრცეში იმისთვის, რომ პროფესიონალები სწორად გავზარდოთ. და საბოლოოდ მე გამომადგეს ჩემს საქმეში. კაპიტალი გამომადგეს უკვე და მოთხოვნა რამდენად დიდია? აი თქვენ აღნიშნეთ, რომ ხო 22000 ექთარი ყავს და 1/3 ეს იმისა, რაც გჭირდება. ანუ რატო არის ასეთი ნაკლები? ადამიანები აღარ მიდიან ამ პროფესიაში, უარს ამბობენ თუ გადინება მოხდა? სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს ამ კადრების დეფიციტს. პირველი ის გახლავთ, რომ უკვე აღნიშნეთ საკანონმდებლო დონეზე რეგულაციები და ხშირად ხოლმე ჩვენს პარტნიორებს არ ესმით ამაზე რატო საუბრობთ, ეს კიდე ხომ უფრო ზღუდავს პროფესიონალებს, ესეთი კითხვა ისმევ, მაგრამ თუ ჩარჩო და საკანონმდებლო რეგულაცია არ განსაზღვრავს პროფესიის დეფინიციას და შემდგომ ვალდებულებებს და მათ მოვალეობებს და უწყვეტი საერთო პროფესიულ განვითარებას ვერ ხორციელებთ. შესაბამისად კვალიფიციური კადრებიც აკვავს, ხო? აქედან გამომდინარე მოთხოვნა შემცირებულია ეხლა. მოთხოვნა ესეც ამცირებს, პლუს მეორე ემატება აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს არის მიგრაცია, იმიტომ რომ სახელმწიფო ანაზღაურება არ გვაქვს და ასევე არის ის, რომ სტანდარტებით ბიზნეს სექტორის როლი მნიშვნელოვანია, რომ გარემო უზრუნველყოს სამუშაო ეფექტური და მისაღებითი თვეული პროფესიონალისთვის. ძალიან დიდი მადლობა ია წარმატებებს გისურვებთ და დაგიბრუნდებით აუცილებლად, როდესაც უკვე კანონი იქნება. ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს ექთანთა გაერთიანების პრეზიდენტი ია გელენიძე.